თქვენ ნუემსახურებით? მე ვემსახურები? ფაშისტი, კი, თქვენ დაუნებურად შეიძლება არ ვიცი. მე ვემსახურები. შეიძლება თქვენ ადამიანებს დაუნებურად. რომ ვერჩვი. თქვენ დაუნებურად. იქ რომ ვდგავართ 200,000 ადამიანი და უარცხლენია. არ ვიდექი. აი, შენები მე არ ლაივები გაპარებია. არ გინახია? ფაშისტებს ნუ ემსახურები. მე ვემსახურები. კი, ფაშისტებს ემსახურები. თქვენ მე ჩემს სამშობლოს ემსახურები. და თქვენ ხარ მოღალატე. ნახე ეს რუსული თემა. თქვენ ხარ მოღალატე, ამ ქვეყანას ღალატობ თქვენ. თქვენ ღალატობთ ამ მე ქვეყანას. რომ ამ ქვეყნისთვის მაგაკეთებული მამუკა იმას ვერ გააკეთებ ძალიან წარმოიდგინეთ ვერ ამა გაკეთებული ამ ქვეყნის. აგერ ხედავთ არ მიღალატე. არასდროს არც მიღალატე თქვენ ამას აგერ ხოლმე. ხედავთ ყველაფერს. და მოემსახურეთ თქვენ ქვეყანას. მართლა თუ გინდათ დათვლას გასწავლი. მე რო ქვეყანას ვემსახურები, იმიტომ ვარ აქ. შემეძლო ძალიან მშვიდად, ესეც ეთქვათ ნეტა მეზობლებს. შემეძლო რომ ძალიან მშვიდად, არა მე იქ ვცხოვრობ. მაგდენი უნდა იცოდე. მე შემეძლო და ვიცნობ, მაგდენი უნდა იცოდე. არა, ისე მწოდნიათ ჩემ შესახებ და ახლა თუ ამ მე არის. ინჯეოში რა გიქნეს, რა გადაგიხადოს რომელ ინჯეოში? სადაც ხარ? ინჯეოში არ მიმუშავია სადაც საერთოდ. ხარ? არასდროს არ მიმუშავია ინჯეოში. ინჯეოში. ბიოგრაფია ესეთი პრობლემა. ხო და გეკითხათ მაშინ. ინჯეოში საერთოდ არ მიმუშავია. ისე მომიხები თქვენ და ბიოგრაფია. ისე ვერ მოგიყვებით? არა ეს ლაივში და ეს ბიოგრაფია. ლაივში არა ვარ ვიდეოს. თუ გნებოთ მე ჩემს მოგიყვებით. თქვენი ბიოგრაფია არის პირდაპირ არა, რა სხვა დეტალები. მთლიანად მოღალატეობის არა, მოღალატეები თქვენ ხართ, იცით რატო? მოღალატეობის ისტორია. იცით რატოა თქვენი ისტორია და ბიოგრაფია ღალატის? არ იცით ვის ემსახურები თუ გულწრფელი ხართ? თუ გულწრფელი ხართ? ჩემი პროექტები თქვენ სამინისტროებს თავი მოუწევებია. შედაღამი არ მძინავს. ჩემ ქვეყანას ემსახურები. ერთი მითხარით, ერთი რამე, ერთი რამე მითხარით, რითი აი მე ჩამოგითხრით ჩემ პროექტს. აი ამ ქვეყანას თქვენ მითხარით ერთი რამე. ხარისხი რომ აქვს? რისი დამოუკიდებლობის ხარისხი იზოლაციაში რო ვარ? ეხლა ამ წუთას 9 მილიარდი დოლარი გამოყოფილი რაც იყო ის რო დავხარდე. რას სოფლიო ბანკის გრანტის განვერარჩევ. მათყუარა, იმიტომ რომ სოფლიო ბანკის გრანტისგან ვერ არჩევ. გრანტისგან ვერ არჩევ სოფლიო ბანკის და საკუთარ მოსახლეობას ატყუე. იცი რატო? სესხია მთლიანად სესხია. არა, რას ლაპარაკობ? გრანტს მახსნები, ნელე. მთლიანად სესხია თქო. უნივერსიტეტს კითხები ეს, ნებისმიერ. ნებისმიერ უნივერსიტეტს ემსახურეთ. ნებისმიერ უნივერსიტეტს. ჩემ ქვეყანას მე რომ ემსახურები, შეგიძლიათ პირდაპირ ჩემს CV-ში ნახოთ. არ ჩერდებით. მეზობელმა ეგ როგორ უნდა იკადრო? ეგ არის ქართველობა და მეზობლებმა მithქვეს. თქვენ ამ წუთას მეზობლურად უნდა მოგექცეთ მე ვერ ადამიანს რომელსაც მე ხელს სახელმწიფო რომელ ჯაშუს რას კადრულობს საერთოდ კადრულობ კაცო მოღალატე არ უსვემა მე ვარ რუსი რა თქმა უნდა აბარ ახლა როგორ შეიძლება თქვენ მიყავთ ქვეყანა რუსეთში ყველა ეროვნულ ადამიანს თქვენ მიყავთ ქვეყანა რუსეთში თქვენ ჩელაბინში გაიგეთ კი რა თქმა უნდა ის კანონები რომელიც თქვენ მიიღებთ ის კანონები რომელიც თქვენ მიიღებთ მაგალითად საჯარო მოხელის შესახებ პროტესტის შესახებ ეს არის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის რომელი განსხვავება რუსულია სად არის თქვენ ოჯახური ღირებულებები რუსულია რომელ ოჯახური ღირებულები გირისი ხარულისა რომ იცით ეთერებში ეგ არის ოჯახური ღირებულება საპატიო მოქალაქე რო გახადე გირისი ხარულისა ეგ არის სუნდიკაცია? არ გინახეთ მისი ვიდეოები ხო? არა, რა ვიდეოები არ ანუ ადამიანი რო ღალატის პროპაგანდას აწარმოებს, ეგ არის ოჯახური ღირებულება. არა ქართული? რომელი ოჯახური ღირებულება? რომელი ოჯახური ღირებულება? აი ნახეთ. რომელი ოჯახური ღირებულება? ღალატობ თქვენ ქვეყანას. რომელი LGBT ბავშვებიო? არა, მოღალატე შენ ხარ ქალბატონო, რატო გეტყვი ხარ გიხსნე? იმიტომ რომ სხვა ქვეყანას ემსახურები. რომელ სხვა ქვეყანას ემსახურები? აქ ვდგავარ, იმიტომ რომ რას გახარ, რას კაცო? აქ ვდგავარ, იმიტომ რომ ბავშვებს თქვენი გამოურიცხო. მან გახარ შენ. ჩემი ბავშვების პროექტებზე თქვენ შეგიძლიათ აიკითხოთ. თუ კი რამე კარგ დაწერის კარგია. რამდენი მაშინ გენდერ ხარეს ნუდგახარ. LGBT პროპაგანდა არის თქვენი გამოგონილი ისე რომ პუტინის გამოგონილი და ზუსტად მაგას იმეორებთ ყველგან. ერთნაირი ტექსტი გაქვთ თქვენს პუტინსაც და ორბანსაც. არანაირი LGBT არ არის აქ პრობლემა ბავშვები შიმშილობენ სკოლაში. არანაირი ბავშვები შიმშილობენ სკოლაში კვლევაზე. ნახარ იმის დროს შიმშილობენ ბავშვები. არა. ეხლა შიმშილობენ ბავშვები სკოლაში და ამაზე კვლევადებს და თვითონ მინისტრს აქვს დათქვამი. თვითონ მინისტრს აქვს დათქვამი. 12 წელი გავიდა მაგის მერე. მაგის მერე 12 მე ვიდეოები რა ყველა ტელევიზიაში ერთი და იგივეს ვლაპარაკობ. წამწად მე რატო არ მიდიხართ? იმიტომ რომ მე ვდივარ სახლში, თქვენ რატო არ მიდიხართ თქვენ საქმეზე? არა, თქვენსა და გარდახოთ მე აქ ვიდგე. არ გაგზავნებს, გავთიშე.
ანცეთი გიჟები ერთად როგორ დაემსგავსეთ შეხარ შენი ქვეყნის მოღალატე იცი რატო სხვებს სამსახურები და აგენტი ხარ არა აგენტი ხარ როგორ არა აი ეგ აგენტი ხარ თქვენ თვითონ თავი მოგქონდათ ამერიკული და ევროპული ამოგიხრის მათ პროექტებს თქვენ ევროპული თქვენ ხართ ევროპული და ამერიკული პროექტები თქვენ მოგქონდათ თავი თქვენ მაგას აპიარებდით თქვენ ჭიჭკავდით რომელიც შემიძლია მთავრობის გვერდზე ამოგიყაროთ ეგ პროექტები გაგიჟდა ეს ხალხი მე შემიძლია თქვენ ამოგიყაროთ ეს პროექტები როგორ მოგქონდათ თავი უბრალოდ ახლა ბატონმა დაგავალათ რუსეთის მონობა და გახდით რუსეთის აი მონობა ადაიზეპირე ესეთი გავიგო ჯაშუშობას დაანებებ თავი და რუსეთზე ლაპარაკი კარგად ჩახედეთ ჩემს ბიოგრაფიას კარგად აკეთებ ხარ ჯაშუშს კარგად ჩახედეთ ჩემს ბიოგრაფიას და რუსეთის ჯაშუშობა სანქციებში რომ მოყვები პირველი აკეთებ სანქციებში რომ მოყვები ომის დანაშაულო დააბრალეს შენ ჯარისკაცებს გააპროტესტე 2000 წლში კი გააპროტესტე კი ყველამ გავაპროტესტე და 2000 მაგის მერე 4 გვამის ხარებას გაკეთებულ რაღაცებზე მელაპარაკები ხარებას გაკეთებულ რაღაცებზე მელაპარაკები ხარება იყო ზუსტად ხარება იყო მაგრამ ეხლა ხარება თქვენი მთავარი ტიპია გუშინა 100 კაცია გააპროტესტე ელგან ყველაფერი სადაც იყო გასაპროტესტებელი ისიც კი არის სადაც ცხოვრობდი და როდი 4 გვამი რო შემოაწყვეტ 4 გვამის გავაპროტესტე გადაყვა მაგას ის მთავრობა მაგას გადაყვა და ის ხარება თქვენ ხართ გადაყვა იმის შემდეგ დიდი ხარება თქვენ ხართ ის ხარება ის არ გაგეპროტესტებია თქვენ ხართ ის ხარება რომელმაც გააკეთა თქვენ ხართ ახლა ის ხარება უმელაპარაკეთ თქვენ ხართ ხარება ვიდეოებშია ყველგან ხარება რა თქმა უნდა ფაშისტური